პოლიტპატიმრების ოჯახების სამეგრელოში სინდისის პატიმრების მშობლებმა საინფორმაციო კამპანია წალენჯიხიდან დაიწყეს, სადაც მოსახლეობას ხვდებიან. მათ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ და მათგანაც მოისმინეს მხარდამჭერი გზავნილები. სინდისის პატიმრების დედები მოსახლეობას ურიგებენ გაზეთს, რომელიც პოლიტპატიმრების წერილებს აერთიანებს ციხიდან გამოგზავნილებს. ჩვენ გადავწყვიტეთ დედებმა ბრძოლა. რადგანაც არ აინტერესებს ირაკლი კობახიძეა ის მამუკა მდინარაძე თუ 8 კლასს დაამთავრებული თუ აქ კიდე ისიც არ ვიცით ვითომ პრეზიდენტი არასოდეს არ გამოსულან და არ დაინტერესებულან რა გვიჭირდა ჩვენ როგორ ვიღვიძებთ დილით და როგორ ვიძინებთ ღამით ამიტომ გადავწყვიტეთ და არ გავჩერდებით აბა დაგვიდგნენ წინ სინდისის პატიმარსაც ვიტყვით რეჟიმის პატიმარსაც და ჭორვილელ ვირთხასაც და გაბედონ და დაგვიჭირონ წინ დაგვიდგნენ ვერ ბედავენ ისინი ქუჩაში ვერ გამოვლენ ჩვენ წინ ვერასოდეს ვერ დადგებიან იმიტომ რომ ისინი არიან შიშრები პატრიოტიშვილის დედა რომელიც იბრძვის და იბრძოლებს თავისუფალი საქართველოსთვის სტუდენტების ბედნიერი მომავლისთვის გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველოსთვის და მეტი სიყვარული რო იყოს ქართველებში ერთიანად ერთმუჭად შეკრული რო ვიყოთ ჩვენი გზა ხსნილი იყოს ევროპისკენ თავისუფლება რო გქონდეს და რო არა გქონდეს ისეთი მომენტი რომ ვიღაცა უკან გვაშინებდეს და ვერ წინიდან შეგვაშინებს ჩემი შვილი ნამდვილად არის რეჟიმის პატიმარი ნამდვილად არის პოლიტპატიმარი და ნამდვილად არის სინდისის პატიმარი ამ თავრობის ხელში ხმამაღლა ვიტყვი ვერავინაც ვერ დამიშლის და წინ დამიდგეს გამწარებულ დედას ვინმე მოკლედ რეგიონებში სამეგრელოდან იწყება გაზეთების დარიგება მადლობა იმ ადამიანებს ვინც ეს გაზეთის პირველი ნომერი გამოსცა აქ არის ყველაფერი იმ პოლიტპატიმრების შესახებ რომლებიც ეხლა რეჟიმს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გამოკეტილი ყავს ციხეებში და საკნებში შეზღუდულია მედია არ აქვს გარჩევა ასაკს ქალს კაცს ყველა ის ადამიანი რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსულ რეჟიმს დღეს არის მოთავსებული ციხეში პირველ რიგში დედა ვარ რა თქმა უნდა და აქ არიან პოლიტპატიმრების დედები სინდისის პატიმრების დედები და ჩემი სოლიდარობა როგორც დედის